ბოდიშიც აქვთ მოსახდელი, აი თქვენ რო თქვით რომ გვიბიძგებდნენ რომ ყველა იმ ადამიანმა ვინც აი ამ უკრაინის ომის დროს ჩვენ რომ მოღალატეებს გვეძახდნენ რომ თქვენო არ დგეხართო უკრაინელი ხალხის გვერდზე უკრაინელი ხალხის გვერდზე ზუსტადაც რომ ვიდექით იმიტომ ვამბობდით რომ ეს ომი უკრაინას გაანადგურებდა უკრაინელი ხალხი რო გვეწოდებოდა იმიტომ ვამბობდით რომ ზელენსკის მიყავს ქვეყანა დაღუპვისაკენ გუშინ თქვენ განახეთ ჩვენ ნახეთ აქ სიუჟეტი გამოდის ხალხი უკვე ზელენსკის წინააღმდეგ აქციები იმართება ატყუებდნენ ბავშვები ცოცხლები არისო და დაღუპული არის ათასობით და 10000-ობით შეიძლება ადამიანი იყოს დაღუპული კრამატორი მიყავთ იქ სპეციალური მანქანები წვავენ რომ კომპენსაცია არ მისცენ და მე ამბობენ დაკარგული ვერც ნახავენ ვერასდროს უკრაინელი დედები თავიანთ შვილებს იმიტომ რომ მაგხელა კომპენსაციების გაცემა არ უნდათ ამბობენ დაკარგულია და არც ცოცხალი არც მკვდარი არც სადარარი ცხედარი არ არის აი ეს ნაძირლები რომ გამოდიოდნენ კეზერას ბუტკაში აი ერთი ტაბლიაშვილი არის გახსოვთ ერთი რეებს ლაპარაკობდა უკრაინა იმარჯვებსო საკმნელ გამოსაძელ სათქმელ საკმნელ მომავალზე ფიქრები ქვეყანაზე თავისუფლებაზე ტრამპს აქვს დემენცია და ყველაფერი თუ არა ბევრი რამ რასაც აკეთებს რასაც ჩადის გაგიკვირდებათ და ამის ბრალია 47-მე პრეზიდენტი ჯერ კიდევ 1987 წელს დაავერბოვკა კგბ-მ მე არ ვიგონებ ნახეთ გორბაჩოვთან ერთად 1987 წელს გადაღებული ფოტო მაღალი ალბათობით მოსკოვში კგბ-ს მე-6 განყოფილებამ დაავერბოვკა იმ ხანად 40 წლის ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი კრასნოვი აი ამას ქვია შიზოფრენიის მეხუთე სტადია. ესე იგი თან კრასნაია დაარქვაო და ის კრასნაია არმიამ შეხსილნეი ამ მუსიკითაც დამთავრდა ეს იცით რა შეასაქმე. ესე იგი თურმე რახან გორბაჩოვს ახდა ესე იგი გორბაჩოვისთან შეხვედრის დროს იყო თურმე ტრამპი ჯერ არ ვიცი ბაიდენი აბა სად იყო ჯერ კიდე მახსოვს ეს რომ იყო რა ქვია გრამიკო თუ ვიღაცეები მაშინ იყო ოდესაც ჩამოსული იყო ბაიდენი საბჭოთა კავშირის პერიოდში და იცით ეს არის აგონია ამათი რომ თურმე დემენცია შენ აგაქვს შვილო შენ აგაქვს დიდი ხანია დემენცია კი არა შენ ხარ ბოდიშ და კახედლებმა იციან რაც აგაქვს შენ ეხლა არ მინდა მაყურებელს ავცე პატივს რომ თქვა მაგრამ აი შემთხვევით იმას რო იძახთით რა ქვია იმ უკვე ესაო რა ქვია რუსკი ვაენი კარაბლი იდი რა ქვია შენ შემთხვევით მართლა ის ხო არა ხარ რაც აი იმით თავდება რა იმიტომ რომ სამარცხვინოები ხართ სამარცხვინო ეგ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა დღეს ვიღაცებს გონია საქართველოში რომ ტრამპი არის ერთადერთი ესეთი რომელიც აზროვნებს და მისი გუნდი იქ რამდენიმე 20-30 კაცი და დანარჩენი ამერიკელი საზოგადოება ფიქრობს როგორც მაგალითად ეს კამელა ჰარისი როგორც მაგალითად ბაიდენი როგორც მაგალითად ის ჰილარი კლინტონი და დანარჩენები ვინ მოიგო არჩევნები ის რასაც ლაპარაკობდა ტრამპი იმ არჩევნების აი წინასაარჩევნოდ ის განახორციელა მან ეხლა ანუ ამერიკელი ხალხის შეკვეთას ასრულებს ეს კაცი. შენ რო იძახი დემენცია შენ ტვიში გჭირს მართლა. და სამწუხაროდ ეს ტაბლიაშვილი რო იყოს მარტო ეგეთი კიდე ხო რამდენი ესეთი გამოკლიავებული ყავთ ამათ რა. აი ესენი ვერ ხვდებიან რომ ამერიკელი საზოგადოება სულ სხვა არის. იგივე ის ახლა პრესპიკერი გამოდის ამერიკელების და პირდაპირ ახლა იმხელა ჯვარი უკეთია საეპისკოპოსო ჯვარი აქვს მე მგონი ჩამოკიდებული რომ ხაზს უსვამს ამითი რომ ამერიკა დაუბრუნდა ქრისტიანობას. ეს ხაზგასმვა არის. თორე ჯვარი ახლა შიგნითაც გეკეთება თუ გარეთაც შედინება. მე ვფიქრობ ხსნას ერთ-ერთ შეკრებაზე და ამ ქალბატონმა არ მოიხსნა. ხო, არა, იმიტომ რომ ხო სოდომისტები აღიზიანებთ, აი როგორც ეშმაკს აღიზიანებს ჯვარი, ისევე აი მაგათ აღიზიანებს, იმიტომ რომ ყველაფერი მათ ქრისტიანული და მან თქვა აღნიშნა რომ ეს არ არის რაღაცა ანუ ატრიბუტიკა, ანუ საიმიჯო ეს არის მისი სარწმუნოება და მის შინაგან მეს გამოხატავს და ამიტომ ეს ჩემი ყოველდღიური
შინაგანი გამოხატულება. ხო არა, იმიტომაც არის რომ ამ კაცმა მაგრამ რა დრო დადგა ბატონ ნიკოლოზ რომ ჩვენ ხედავთ ეგრეთ წოდებული პროდასავლური არხებიდან არხებიდან ისე დასავლეთ და ხო ამერიკას ებძვიან, რუსეთს ებძვიან, ჩინეთს ებძვიან, ირანს ებძვიან, საქართველოს ებძვიან, ვინ არის თქვენი მოკავშირე, მაინტერესებს ერთი რომელი ქვეყანაა?